ფილტვის კიბოს სკრინინგი ახალია სკრინინგის პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქრონიკული, ყველაზე ხშირად ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას, რათა მათი განვითარება შეაჩეროს. სწორედ პირველადი ჯანდაცვისა და სკრინინგის მნიშვნელობის თემატიკაზე უფრო ცვლად გავესაუბრებით დღეს ჩვენ დღევანდელ სტუმარს. სტუდიაშია მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, შინაგანი მედიცინის ექიმი მაკა ბულეიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ვიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მინდა ცოტა შევცვალოთ ჩვენ თემატიკა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, რომ შევერთით ბაუს უნივერსიტეტის ჯგუფს, როგორც დეკანი მედიცინის და ჯანმრთელობის მეცნიერებების სფეროში. მინდა კითხოს დანიშნული კითხვა. როგორც თავად ახლახან სამედიცინო უნივერსიტეტი დამთავრებული და მყავს ბევრი მეგობარი, ვინც ახლა ამ გზას მიუყვება, როგორ ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი ცოდნის მხრივ, ან უბრალოდ იდეოლოგიურად, როგორ უნდა აღზრდოთ უკეთესი პირველად ჯანდაცვის სპეციალისტები უნივერსიტეტებში და მივცეთ აი ამ ცოტათი შეცვლილი და არ მინდა ეს პროგრამა მაგრამ დაბეჭავებული პირველად ჯანდაცვის სფეროში უკეთესი მომავალი და მივცეთ ამ დარგს. მადლობას მოგახსენებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ ნაბიჯის გადადგმა, შევერთებოდი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოში. Რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი არის გაწევრიანებული ბაუ გლობალის ერთ-ერთი წევრია და რა არის ახლა ჩემთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნივერსიტეტს აქვს დიახ თქვენთვის, ზუსტად ახალგაზრდებისთვის აქვს იმის საშუალება, რომ ჩვენ ქართველი სტუდენტებიც საკმაო რაოდენობით გვყავს და ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, რა თქმა უნდა, როგორც ქართულზეც და იქ სწავლის მეთოდიკა თავისთავად ერთნაირია ყველასთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, კეთდება მაინც მეტი აქცენტი პირადად იმ ადამიანებზე ჩემგან, რომლებიც აი თქვენ მაგალითად, რომლებიც უნდა დარჩეთ ამ ქვეყანაში და ჩაგვანაცვლოთ. ამიტომ ბაუ გლობალის შემადგენლობაში შემავალი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც უკვე გითხარით, ზუსტად დაფუძნებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე. რა თქმა უნდა, გვაქვს უდიდესი კონტაქტები. დღესაც აი რომ მოვდიოდი, მივიღე ინფორმაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც სამხრეთ კორეაში, შეგვიძლია იტალიაში, შეგვიძლია ესპანეთში, შეგვიძლია ლიტვაში, შეგვიძლია უამრავ ბერლინში, უამრავ ქვეყნებში შეგვიძლია გააცვლითი პროგრამები. მე მინდა გითხრათ ის, რომ სამეცნიერო კვლევაში სტუდენტები აუცილებლად უნდა ჩაერთონ. პირველი კურსიდანვე არის უკვე რამოდენიმე სტუდენტი და ჩვენ სულ აი რაღაც თვენახევრის განმავლობაში უკვე დავიწყეთ ის, რომ ეს სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ სამეცნიერო კვლევებში, ღებულობენ პირველი კურსელი და ღებულობს რა თქმა უნდა შესაბამისი თემებიდან გამომდინარე და ღებულობს საერთაშორისო კონფერენციებში. მაქსიმალურად ეს ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები გვაძლევს რის საშუალებას? გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ სტუდენტს მივცეთ ქართული, რა თქმა უნდა, მთავარი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის მარტო MD თავარი საკითხი, რომ მათ დაამთავრონ, მათ უნდა ისწავლონ კლინიკური აზროვნება. ასევე თქვენ აუცილებელია, რომ სტუდენტები ადრევე ჩაიდონ სწორედ ამ კლინიკურ გამოცდილებაში და მეტი დრო გაატარონ პაციენტთან და არა მხოლოდ თეორიული მასწავლებლებში. კლინიკური აზროვნების გარეშე არაფერი არ გამოვა და კლინიკური აზროვნება ისწავლება კლინიკაში, ისწავლება პაციენტის საწოლთან და რა თქმა უნდა, ყველანაირად ამის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ბაუ ახორციელებს. ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს, რა თქმა უნდა, პირდაპირი კონტაქტი ძირითადად ბაუ გლობალთან. ბაუ გლობალი კი მოგახსენებათ, რომ განთავსებულია ერთ-ერთი ესეთი საერთაშორისო დიდი ორგანიზაცია, რომელიც განთავსებულია როგორც სტამბულში, ალბათ უზარმაზარი უნივერსიტეტი, თავისი უზარმაზარი ჰოსპიტალით, ასევე არის ვაშინგტონში, ბერლინში, ტორონტო, ძალიან კიპროსზე და ამიტომ ძალიან ბევრი საშუალება აქვს ჩვენ სტუდენტებს, რომ რა თქმა უნდა ჩაერთონ ამ თანამედროვე მედიცინის დუღილში, ასე ვიტყოდი და მე რა თქმა უნდა, როგორც მეცნიერიც ასევე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყავდეს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც როგორც გითხარით, არა მარტო ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არამედ ყველა უნივერსიტეტში, მინდა რომ
ის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მომავალი ხართ, აუცილებლად იყოთ ჩართული უდიდეს კვლევებში. კვლევების გარეშე, გაცვლითი პროგრამების გარეშე, თანამედროვე მიდგომების გარეშე, ახალი გაიდლაინების შესწავლის გარეშე, რომელიც უნდა გავაცნოთ ასევე უკვე მაღალ კურსელებს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება, რომ რაიმე განვითარებას მივაღწიოთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა თქვენ და დავასრულებ ასე, რომ განათლების გარეშე, თანამედროვე მიდგომების გარეშე და იმის გარეშე, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად კონტაქტში, მედიცინა ისეთი დარგია, რა თქმა უნდა, ვერც პირველად ჯანდაცვას განავითარებთ, ვერც უსაფრთხო ჯანდაცვა გვექნება, ამიტომ მაქსიმალურად ერთადერთი ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიბულია განათლება და უსაფრთხოება და მედიცინა ერთმანეთის, ასე რომ ვთქვათ, მეგობრები არიან ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. უნდა გითხოთ, როგორც პირველადი ჯანდაცვის ექსპერტი, რას ფიქრობთ და რას ელით ამ პროგრამის, სკრინინგის პროგრამისგან? პირველ რიგში მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. ეს არის ალბათ ის მთავარი თემა, რომელიც დაემატება კიდევ იმ სკრინინგის იმ დანარჩენ პროგრამებს, რომელიც დღევანდელ დღემდე ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში და მოგეხსენებათ, სკრინინგი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში არის ეს ის მიმართულება, რომელიც უნდა მართოს ზუსტად პირველადმა ჯანდაცვამ და სკრინინგი გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას ჩვენ, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების ასე რომ ვთქვათ აღმოჩენა და რა თქმა უნდა პრევენციული თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს ზოგადად ადამიანის უსაფრთხო ჯანმრთელობაში. რა თქმა უნდა, ფილტვის კიბოს სკრინინგი იგი დაიწყება თქვენ მოგეხსენებათ უკვე 1 მაისიდან. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჯერჯერობით თბილისის მოსახლეობისათვის. თუ გახსოვთ, თქვენ ასე დაიწყო ადრეც თავის დროზე ის უკვე მიმდინარე პროექტები, რომელიც არის რაც ხორციელდება არა მარტო თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, მაგრამ შემდგომში თავისთავად ცხადია ეს აუცილებელი და გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ საქართველოს რა თქმა უნდა არ არის მარტო თბილისი და ძალიან ბევრია, მინდა გითხრათ ასევე პათოლოგიები და განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოს პათოლოგიები რეგიონების მასშტაბითაც, იმიტომ რომ ფილტვის კიბოს თვითონ მოგეხსენებათ მისი წარმომავლობიდან აქვს საკმაოდ სერიოზული ესეთი რომ ვთქვათ, როგორც გეოგრაფიული მდებარეობიდან არის საინტერესო, ასევე საინტერესოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, საინტერესოა ზოგადად პროფესიული თვალსაზრისითაც, ამიტომ სხვადასხვა სახის ასე რომ ვთქვათ, წარმომავლობა ახასიათებს ძირითადად გამომწვევი მიზეზი, ასე რომ ვთქვათ, ფილტვის კიბოს არსებობას. ამიტომ ამ პროგრამის დაწყება ეს რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია მთელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ გადაუსწრო კიდეც მისმა პროცენტულმა მაჩვენებლებმა, სტატისტიკურმა არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების, ანუ პროცენტულ მაჩვენებლებს, რომელიც არის ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალყულს მსოფლიოს მონაცემებს და ასევე გვაქვს სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მაგალითზეც და ისიც მინდა ვთქვა, რომ გაახალგაზრდებული ასაკი, ისიც მინდა ვთქვა, რომ ადრე მოიაზრებოდა მოგეხსენებათ ფილტვის კიბო ძირითადად მაინც მამაკაცების პათოლოგიად და მწებელთა პათოლოგიად, მაგრამ სამწუხაროდ მინდა ის გითხრათ, რომ გაახალგაზრდებულია ასაკი და ძალიან დიდი რაოდენობით ქალბატონებშია ეს ბოლო პერიოდია ასევე 40 წლის შემდგომ და პირველადი ფილტვის კიბო შემიძლია ასე საჭირო და სკრინინგის მნიშვნელობა ალბათ იკვეთება. აუცილებლად უნდა გკითხოთ, რომ ახსენეთ აი მთელ საქართველოს მედია მოიცავსო. მინდა გკითხოთ, რომ ალბათ სკრინინგის მიზანი ის არის მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, მიაღწიოს არის, რომ გაიზარდოს ჯგუფები, ხო? ანუ ბევრი ჯგუფი დაფაროს. დაახლოებით როგორც ვიცი, ეგრეთ წოდებული მუცვის ჯგუფი რაც უნდა მოიცოს 65-დან 70%-მდე უნდა იყოს. და თბილისში მაგალითად საშუალო კიბოს დაფარვის შემთხვევაც კი 24%-ია. ეს არის ზუსტად ის მთავარი საკითხი, რომელ საკითხზეც დღეს თქვენს გააკეთეთ ანონსი და ჩვენც ყოველთვის პირველადი ჯანდაცვის სკოლაში ამაზე უნდა იყოს მთავარი აქცენტირება. იმიტომ რომ ნახეთ, პირველადი ჯანდაცვა ეს არის ოჯახის ექიმი, ეს არის ის რგოლი, რომელმაც უნდა
პირველმა მისცეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ცხადია, რისკ ჯგუფებს თუ კი ხედავს, რომ ადამიანი შესაძლებელია იყოს, ანუ მოწყვლადი იმ თვალსაზრისით, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის პროგრამა გაიაროს. ეს რა თქმა უნდა, დღეს ფილტვის კიბოზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ეხება დანარჩენ ყველა იმ სკრინინგ პროგრამებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაგრამ პრევენციული თვალსაზრისითაც, ნახეთ, აქ არ არის მაინც და მაინც აუცილებელი ის, რომ ადამიანს კონდეს უკვე გამოხატული სიმპტომები და როგორც მოგეხსენებათ ჩვენთან საქართველოში ძალიან ხშირად სამწუხაროდ პირველი რგოლი ამოვარდნილია, არ არის ისეთ დონეზე, ასე რომ ვთქვათ, მოწოდების სიმაღლეზე, ზუსტად ასე მინდოდა ვთქვა და ჩვენი მოსახლეობისათვის რაღაც არ არის იგი ძალიან პოპულარული პირველადი ჯანდაცვა და რა თქმა უნდა ეს არის იმის ნიშანი, რომ შემდგომში პირველი რგოლის არასათანადოდ გამოყენების და რა თქმა უნდა ასევე კვალიფიკაცია უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის. მოგეხსენებათ თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით თუ რა დონეზეა პირველადი ჯანდაცვა განვითარებული გერმანიაში, რა დონეზეა განვითარებული ბრიტანეთში, ამერიკაში და ნუ საერთოდ ზოგადად ეს არის პირველი რგოლი. ჩვენ თვითონ გვეუბნება პირველადი ჯანდაცვა რომ მე ვარ პირველი რგოლი, ამიტომ აქ უნდა იყოს ოჯახის ექიმი, უნდა იყოს ყველაზე განათლებული, ყველაზე განვითარებული, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგი ოჯახის ექიმები გვყავს, მაგრამ რა თქმა უნდა მათ ჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, რა თქმა უნდა პირველ რგოლზე აღმოჩენილი დაავადება იგი შესაძლებელია იყოს პრევენციული მედიცინა, რაც მთავარია და რაზეც კეთდება პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ აქცენტი მთელ მსოფლიოში და როდესაც პრევენციული მედიცინა გაქვს მაღალ დონეზე, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ნიშნავს რას, რომ აღმოჩენილი დაავადება პირველ ეტაპზე იგი არის როგორც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის, რა თქმა უნდა ხელშეწყობი, ასევე რა თქმა უნდა დროული მკურნალობის ჩატარება და ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, იგი არის ძალიან ხარჯ-ეფექტური. იგი ძალიან მცირე თანხები უჯდება შემდგომში მისი მართვა უკვე სახელმწიფოს და როდესაც ჩვენ უგულებელყოფთ და რა თქმა უნდა ავწიოთ ეს და ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა პირველადი ჯანდაცვა რომ მიმდინარეობს რეფორმა პირველადი ჯანდაცვის, თუმცა შეიძლება მე მითხრას რამდენი წელია უკვე მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და რატომ არ ვართ ისევ იმ დონეზე როგორ დონეზეც მაგალითად დავასახელე უკვე სხვადასხვა ქვეყნები. სწორი დიაგნოსტირების უნარი უნდა გააჩნდეს პირველად ჯანდაცვას. მე არ მინდა რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა სპეციალისტის მიერ დაწერილი მედიკამენტების, ასე რომ ვთქვათ, გამომწერი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაავადებები აღმოაჩინოთ ადრეულ ეტაპზე, თუმცა არის პაციენტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ალბათ დაავადების შიშის გამო ხშირად მიმართავს არა საჭირო ან არა გეგმიურ და არა რეკომენდირებულ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, როგორც შეიძლება იყოს სხეულის სრული კატე და MRT კვლევები, რომ ონკოლოგიური დაავადებები აღმოაჩინონ, არა გეგმიური გასტროსკოპიები, რომ კუჭის წყული აღმოაჩინონ და თავისი დაავადებები, რამდენად რეკომენდირებული არის თვით თავად მიმართოთ კლინიკებს და ექიმებს, რომ ეს კვლევები ჩაიტარონ ასეთ ზოგადი რეკომენდაციის გარეშე. ეს არის ძალიან რთული საკითხი. ძალიან ისეთი კულტურულად უნდა მოვექცეთ ჩვენს თავს, ასე რომ ვთქვათ და ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია. დავიწყოთ და მივდივართ ისევ იქით, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ძალიან დიდი სანდოობა და დიაგნოსტიკისთვის არ მიდის თერაპევტთან და არ მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლთან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ეს არის ძალიან ტრენდული, ასევე ლაბორატორიული კვლევები, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა და დავძინო მედიკამენტები, სხვადასხვა სახის კვებითი დანამატები, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეიძლება ითქვას ისე არეული, რომ ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ უკვე ექიმის გარეშე თუ რა კვლევა უნდა ჩატარდეს. როგორც თერაპევტი, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად ხშირად გიწევთ ფილტვის კიბოს პაციენტებთან მუშაობა და ეს გეგმიურ კადრაც ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს, რამდენად აჩენს ამ დაავადების ადრეულ, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ გაახალგაზრდებულია ხო არ არის ერთ შემთხვევაში შეიძლება არ ჩანდეს, აი რამდენად მნიშვნელოვანია კატეს როლი ამ შემთხვევაში. ერთ-ერთ მთავარ კვლევად აუცილებლად იქნება კომპიუტერული ტომოგრაფია.
იმიტომ რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ეს არის მაღალტექნოლოგიური ტომოგრაფია, რომელიც პრაქტიკულად გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას როგორც ლოკალიზაციის, როგორც ასე რომ ვთქვათ, მისი სტრუქტურის, ზომის და ასე შემდგომ. ჩართვის კრიტერიუმებიც მნიშვნელოვანია ასევე ამ სკრინინგის პროგრამაში. იქ მას თავის ჩართვის კრიტერიუმები ექნება 50 წლიდან 74-მდე არ 74 წლის ჩათვლით არის, რამდენადაც მე ვიცი, მაგრამ იქ უნდა იყოს გარკვეული კიდევ წინაპირობა. შესაძლებელია იყოს მწეველი, შესაძლებელია გონდეს სხვადასხვა სახის, მაგალითად, პროფესიული დაავადება, ასბესტოზი, სილიკოზი და ასე შემდგომ, ფილტრების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შესაძლებელია ბრონქული ასთმა და აი აქედან გამომდინარე ასევე თავისთავად ცხადი ანამნეზური მონაცემები. ანამნეზური მონაცემები არის ის საკითხი, რომელიც დღევანდელ დღეს პრაქტიკულად პაციენტს ძალიან ხშირ შემთხვევაში ანამნეზური მონაცემების შეკრებისთვის ალბათ ნაკლებ დროს უთმობთ, რასაც მივყავართ იქამდე, რომ პირდაპირ მოდის პაციენტი, ჩვენ არ ვახორციელებთ ელემენტალურად, არც დიდი დრო არ უნდა ამას უნდა გამოკითხო რა როგორ მოხდა, ამას უნდა წარსულის ისტორია გამოკითხო, უმნიშვნელოვანესად რამე დაავადებები თუ აქვს, აუცილებლად საოჯახო ისტორიას აქვს ძალიან მნიშვნელობა, როგორც ფილტვის კიბოს შემთხვევაში, ეს შეკითხვაც იქნება ალბათ სკრინინგის პროგრამაში, ასევე ჩემთან მოსულ პაციენტებთანაც და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო კარგებო, ის მეთოდი, რომელიც ჩვენ დავივიწყეთ და არსად არ არის ეს დავიწყებული და როგორც ასე რომ ვთქვათ, კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, ეს არის პულმონოლოგიაშიც და განსაკუთრებით თერაპიაშიც და ყველაზე მეტად პრაქტიკულად მე შემიძლია გითხრათ, რომ პულმონოლოგიური პაციენტები მყავს და ჩემი პირველი მოღვაწეობაც ასევე დავიწყე პულმონოლოგიურ დეპარტამენტში და ამიტომ აქედან გამომდინარე აუსკულტაცია და პერკუსია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფისკალური გამოკვლევები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის შემდგომ დავგეგმოთ სწორად რას ვაკეთებთ. ჩვენ შეიძლება მოსმენით და შესაძლებელია მხოლოდ ერთი რენტგენოლოგიური კვლევით, რაც არის ასევე მთავარი პულმონოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირებაში, მაშინვე დავამთავროთ და დავსვათ დიაგნოზი, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ეჭეგვეპარება, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის გაგზავნა მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებზე, რადგანაც პაციენტს როგორც ფინანსურად, ასევე რა თქმა უნდა მისთვისაც დასხივების დოზებსაც ხომ გააჩნია და ესეც არ არის ძალიან კარგი. მაგრამ მინდა ასევე ძალიან მოკლედ შევეხოთ აი იმ კონკრეტულ მიზნებს თქვენ გამოცდილებაში, რატომაც არის ეს მიმართულება ცოტა შემცირებული სკრინინგის პროგრამებზე. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაადგეს თქვენი აზრით, პირველადი ჯანდაცვის დარგში, იქნება ოჯახის ექიმი თუ თერაპევტის მოვალეობის მხრივ, რომ მიმართულება გავზარდოთ. თავარი საკითხი არის, რითიც დავიწყეთ და უმნიშვნელოვანესია თქვენი შეკითხვა, უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის პირველ დონეზე დაყენება. სახელი გვეუბნება პირველად ჯანდაცვას უნდა გქონდეს როგორც იმის ლეგიტიმაცია და აქვს რომ მან მოახდინოს მუდმივად უნდა მოახდინოს პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ აუცილებელია თუ კი თulis რა თქმა უნდა დასაკობრივი ზღვარი, როდესაც უწევს, თითქმის არ არის აუცილებელი მაინც და მაინც იყოს რაღაც გარკვეული სიმპტომები, უნდა ესაუბროს პაციენტს, რომ ჩაერთონ სკრინინგ პროგრამებში და არა მარტო სკრინინგ პროგრამებში, ასევე პირველად მათ ჯანდაცვამ უნდა მართოს ქრონიკული სხვა დაავადებებიც, იმიტომ რომ არ ჩათვალოს ისე მოსახლეობა, რომ დღეს საუბრობთ მხოლოდ სიმსივნურ პათოლოგიებზე. არტერიული ჰიპერტენზია ძალიან კარგად შეუძლია აღმოაჩინოს პირველ ეტაპზე ოჯახის ექიმმა და მისი მართვა ისე გაგრძელდეს, რომ არ დაჭირდეს ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევები და სხვა ქრონიკული დაავადებები. რა თქმა უნდა, სხვა ქრონიკული დაავადებები.